მეგობრებო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საინტერესო AI აგენტური სამუშაო ნაკადი უახლოვდება დასასრულს. უпростоრად ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა, მაგრამ მალე დავასრულებ. ეს არის ლიტერატურული ბოტი, RAG აგენტური სამუშაო ნაკადი, რომელიც გულისხმობს დაახლოებით მსგავს რაღაცას, რაც ნოუთბუქ ელემია, უბრალოდ უფრო გაფართოებული, უფრო მეტი რესურსით და შესაძლებლობით და ეს არ არის უბრალო ავტომატიზაცია ან უბრალო აგენტური სამუშაო ნაკადი. მას აქვს ფაქტობრივად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი და პლატფორმა, web API იქნება, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მოქმედების გაკეთება. კერძოდ კი ამ აგენტს გააჩნია ჩემი მიერ მიცემული მხატვრული ლიტერატურიდან წიგნების სერიოზული ბაზა, ამ წოდის მდგომარეობით 65 ტოპ წიგნია, თუმცა ვაპირებ რომ ავიდე დაახლოებით 500 წიგნამდე. მე შეიძლება რაღაცები შეიცვალოს და ბევრად უფრო გავართულოს სისტემა, რადგანაც 500 წიგნი უკვე სერიოზული განაცხადია. ეს წიგნები განთავსებულია ვექტორულ ბაზაში, ჩვენ პლატფორმაშივე ჩაშენებული გვაქვს ჩატბოტი, რითაც შეგვიძლია იქიდანვე ვესაუბროთ ამ წიგნებს, დავსვათ ნებისმიერი შეკითხვა, AI აგენტი ამოიღებს მაქსიმალური სიზუსტით ჰალუცინაციების გარეშე და პასუხს გაგვცემს ამ წიგნებთან დაკავშირებით. შემდეგი პუნქტი არის, რომ მთელი აგენტის არქიტექტურა მოცემული მაქვს ცალკე გვერდად, სადაც სხვადასხვა ტიპის ვიზუალიზაციით გამოაქვს მთელი აგენტი და შემიძლია საერთოდ კვანძებიც კი გადავანაცვლო, სინქრონიზაცია მოვახდინო და გარკვეული მმართველობითი სადავეები სწორედ ამ გვერდიდანაც მაქვს ამ აგენტურ სამუშაო ნაკადზე. და რაც შეეხება მთავარს, მეგობრებო, ეს არის კონტენტ სტუდიო, რომელიც გულისხმობს, რომ არა მხოლოდ მე შემიძლია ვესაუბრო ჩემს აგენტს, არამედ მთელი რიგი მოქმედებები გავაკეთებინო, კერძოდ კი დავაგენერირებინო შესაბამისი ვიდეო, მაგალითად რასკოლნიკოვის ან ანა კარენინას შესახებ, ან აუდიო მიმოხილვა გავაკეთებინო, ინფოგრაფიკა, ვიდეო პრეზენტაცია, უბრალო რეპორტი, მოკლედ ყველაფერი, რაც ნოუთბუქ ელემშია, უბრალოდ ბევრი სხვა იდეა მაქვს, თუ რა შეიძლება დავამატოთ ამ მიმართულებით და აუცილებლად ბევრად უფრო გავაფართოვებ და ძალიან საინტერესოს გავხდი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის კიდევ რომ არა მარტო პლატფორმაზე შემოსვლისას ვესაუბრები ამ აგენტს, Telegram-ით ბოტი მყავს დაკავშირებული, რომლის საშუალებითა და გავლითაც ვესაუბრები და შემიძლია გავაკეთებინო იქიდანაც კონკრეტული მოქმედებები და ბოლოს გეტყვით იმას, რომ ამ აგენტის შენება მე დაწყებული მაქვს რამდენიმე თვის უკან NRN-ში, ჩვენთვის ნაცნობ ყველაზე ძლიერ no-code ავტომატიზაციისა და AI აგენტური სამუშაო ნაკადების პლატფორმაზე, თუმცა საბოლოო სახე მივეცი ამ ყველაფერს Cloud Code-ში, კერძოდ კი Cloud Code-ის extension-ით VS Code-ში და მოკლედ ძალიან წინ წავიწია ამ მიმართულებით, საკმაოდ მალე დავასრულებ და წარმოგიდგენთ სატესტოთ უკვე საჯაროთაც ჩემი მეგობრები უკვე ტესტავენ.